გვინეთ პელტროუს მეუღლესთან ურთიერთობის მოგვარების ორიგინალური ხერხების ცოდნია. მართალია მათი გახმაურება თანაც პირდაპირ ეთერში ცოტა არ იყოს და უხერხულია, თუმცა მსახიობი ენაჭარდალა დაკალს ჩელსი ჰენდლერს ემცხოვრებლად და მისი ოჯახური საიდუმლოებები ერთ-ერთ ტელეშოუში სრულიად უბუდიშოდ და უცერემონიოდ გამჟღავნდა. პელტროუს ტელეწამყვანმა ჰკითხა როგორ აგვარებდა ოჯახურ ურთიერთობებს ძვირფას მეუღლესთან, თუმცა ჩელსიმ პასუხი დაასწრო და საქვეყნოდ განაცხადა. როცა გვინეთს ჰკითხეს როგორ მოვახერხოთ ოჯახში სიმშვიდის მიღწევაო, მან უპასუხა: როცა ჩვენ შორის კონფლიქტი იწყება, მაშინვე მივდივარ კრისთან და ჩვენ ორალური სექსით ვკავდებით. წარმოიდგინეთ, პელტროუს გაუგნება, როცა მის ძვირფას დაკალს ასეთი ინტიმური თემის გახმაურება არ მოერიდა. ვარსკვლავმა თავი ხელებში ჩარგო და ის გამოიკნავლა, ნეტა დედაჩემი ამ გადაცემას არ უყურებდესო. სასერცხულო იყო თუ არა პელტროუს საიდუმლოს გამომჟღავნება ეს ცალკე თემაა. თუმცა მისი მეთოდი რომ აშკარად კარგად მუშაობს, ფაქტია. წყვილი აგერ უკვე 10 წელია ერთადაა. ისინი ორ შვილს ზრდიან და როგორც მსახიობი ყვება ხოლმე, მათი ოჯახური ცხოვრება იავარდით მოფენილ გზაზე ნამდვილად არ გადის. რა თქმა უნდა, ჩვენც გვაქვს პრობლემები და კონფლიქტები. თუმცა ოჯახს ერთმანეთის სიყვარულის გარდა ბავშვების გამოც ვინარჩუნებთ. მინდა ჩემი შვილები სრულფასოვან ოჯახში აღიზარდონ, ყვება 40 წლის ოსკაროსანი მსახიობი. ცოტა ხნის წინ გვინეთმა ისტორიით დაადასტურა, რომლის მიხედვითაც მისი რიგით მესამე ორსულობა ტრაგიკულად დასრულდა და შვილის შეძენის სურვილს პელტროუ კინაღა მემსხვერპლა კიდეც. სხვადასხვა გვინეთი ერთ-ერთია იმ მსახიობთა შორის, რომლის მიმართაც არსებული წარმოდგენა ერთობ გაორებულია. ამაზე თუნდაც მხოლოდ ორი ფაქტი და ორი გამოკითხვის შედეგი მეტყველებს. პირველის მონაცემებით ჟურნალმა People-მა დაასკვნა, რომ ის ყველაზე ლამაზი ქალბატონია მთელ მსოფლიოში. People-ის ყოველწლიური რეიტინგის ლიდერი ბევრის და გასაკვირად სწორედ პელტროუ გახდა. თუმცა ამის პარალელურად არსებობს მეორე სიაც, რომლის მიხედვითაც ქალი ყველაზე საძულველი არსებაა სელებრიტებს შორის. თუმცა მან ყველაფერი საკუთარ თავს უნდა დააბრალოს, არავის თხოვდა ცხოვრების ჯანსაღ სტილზე წიგნი დაწერე და თანაც დემაგოგიური მოწოდებებით აავსეო.